სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რომ მოვაწიეთ ვიდრე ამჟამამდე, რომ აღვავლინეთ საღვთო წირვა, რომ აღმოვიკითხეთ წმინდა სახარება, სადაც მოთხრობილი არის უფალი წინასწარმეტყველებს იმ ტაძრის ნარჩენის შესახებ, რა შენობა შემორჩენილი იყო, როდესაც უფალი მიმოვიდოდა აი ამ მიწაზე, სოლომონის ტაძრის რა ნაწილიც იყო შემორჩენილი, აი ამ ტაძრის შესახებ მოციქულები ეუბნებიან, რომ როგორი დიდებული შენებულება არის, ეუბნებიან და მაცხოვარი ეუბნება, რომ ამენ გეტყვით თქვენ, არ დარჩება ქვასა ზედა. და შემდეგ არის სიტყვები წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც მაცხოვარს ჯვარცმას მიუსჯიდნენ. გახსოვთ თქვენ, რომ ყურიები როგორ გაჰყვიროდნენ ჯვარსაცვი ეგე და სისხლი მაგისი ჩვენზე და შვილთა ჩვენთა ზედა. და აი ამ ნაწილში 24 თავის მათეს სახარების 24 თავის აი ამ ნაწილში ნაწინასწარმეტყველები არის სწორედ ის, რაც მოხდებოდა ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ. მაგრამ ამავე დროს ზოგიერთი მამა აი ამ მონაკვეთ სახარებისა განმარტავს როგორც ბოლო დროის წინა პერიოდი, ბოლო დროის წინა განსასწრებელი. ეს არის ბრძოლები, ეს არის ურთიერთთა შინაგანსცემა, ეს არის მოძულება ქრისტიანებისა და მე მინდა დღეს, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო, აი ბოლო მუხლები აი ამ სახარებისა, მე-12 და მე-13 მუხლები ამბობს და გამრავლებითა უსჯულოებისაითა განხმეს სიყვარული მრავალთა, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. აი ამ ორ მუხლზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ერთი ეს არის გამრავლება უსჯულოებისა, უსჯულოება თქვენ იცით არის ჟულის გარეშე ცხოვრება. თქვენ გახსოვთ, რომ მოციქულებმა რა ნიშანი მისცა მისი სიყვარულის მოწაფეებს, თუ გიყვარვართ, მე მცნებანი ჩემნი დაიმარხეთ, ეუბნება. ანუ მე თუ გიყვარვართ, რაც მე გამცნე და რაც მე მცნებები მოგეცით, აი ამ მცნებებით იცხოვრეთ. ერთი ნაწილი ეს არის, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო, დღევანდელ დღეს ძალიან გამრავლდა უსჯულოება და შესაბამისად, აი უყურეთ, აქ საოცრად წერია, რომ ზოგიერთი წმინდა მამა, როდესაც ქადაგებს, ესე ასწავლის, ესე ამბობს, რომ ცოდვა გამრავლდა იმის გამო, რომ სიყვარული შემცირდა. და ამ შემთხვევაში სახარებაში უყურეთ, პირიქით არის ნათქვამი, რომ უსჯულოების გამრავლების გამო განხმეს სიყვარული მრავალთა. შეიძლება ესე ითქვას, რომ ორივე, რა თქმა უნდა, ორივე მართალია, ორივე ერთმანეთზე არის დამოკიდებული, როდესაც ადამიანი გაითქვიფება, ესე რომ თქვა და განფრდილი არის უსჯულოებაში, მას რა თქმა უნდა მის გულში სიყვარულის ადგილი აღარ რჩება და მეორეც მართალია ის, რომ როდესაც ადამიანი სიყვარულის გარეშე ცხოვრობს, თავისთავად მას ჯული აღარ ახსოვს და თავისთავად იგი ესე რომ თქვა განითქვიფება აი ამ უსჯულოების ურწყულში. მეორე ეს არის მოთმინების შესახებ სწავლება. ჩვენ მთელი ქრისტიანული მოძღვრება, ახალი აღთქმის ქრისტიანული მოძღვრება გადმოცემული არის თაზე წარმოთქმულ ქადაგებაში, ესე ქვია აი ამ ქადაგებას, რომელსაც ქვია 9 ნეტარება. და აი ამ 9 ნეტარებაში არაფერი ნეტარებები ნათქვამია, მაგრამ ნეტარი იქნება ვინო, ვინც იქნება დევნული, ვინც იქნება მშიერი და მწყურვალი სიმართლისათვის, ვინც იქნება შეჭირვებული, ანუ შეიძლება ესე ითქვას ერთი სიტყვით, აი რა არის ქრისტიანული ცხოვრება, ვინმემ რომ თქვას, ხომ, რომ მკითხოთ ჩვენ. შეიძლება ერთი სიტყვით გავცეთ ჩვენ პასუხი. რა პასუხია ესა? ეს არის მოთმინება.
ქრისტიანული ცხოვრება მოთმინების გარეშე არ არის ქრისტიანული ცხოვრება. ამიტომ ბოლო დროის ბოლო ჟამის ქრისტიანები ვარ და მინდა რომ განსაკუთრებულად გავამახვილოთ თქვენი ყურადღება აი ამ სათნოებაზე, მოთმინებაზე. ესე იგი ფაქტიურად ჩვენ არანაირი ღვაწლი აღარ გვაქვს, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება ნოლს შეიძლება ცოტა აცილებული იყოს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება, ფაქტიურად ღვაწლი აღარ არის და ამას მამებიც ამბობენ რომ ბოლო დროს ღვაწლი აღარ იქნება. ერთადერთი ღმერთი რითიც აცხოვნებს ბოლო დროის ადამიანს ეს არის ის რომ ღმერთი უშვებს ჩვენზე ისეთ რაღაცეებს რომლის მოთმინების გამოც ჩვენ გვაცხოვნებს ღმერთი. გესმით, აი ძალიან მინდა რომ დაუფიქრდეთ ჩვენ ამას, აი რამდენად ვითმენ ჩვენ. ეხლა ალბათ ჩვენ ვიკითხავთ აი რა უნდა მოვითმინო მაგალითად. არაფერი მოსაძებნი არ არის, არაფერი საძიებელი არ არის. ერთხელ ერთი ესეთი შემთხვევა იყო დავით მეფსალმუნე, როდესაც თავისმა შვილმა, ღვიძლმა შვილმა ჩამოაგდო მეფობიდან და გამოაგდო ქალაქიდან იერუსალიმიდან, რომელიც დავითის აშენებული და გამშვენებული იყო და აი ამხელად კივილი მიაყენა მას თავისმა ღვიძლმა შვილმა და ესე დევნილი მცირე ამალასთან ერთად როდესაც მოდის, მას შემოხვდება ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც არის წინა მეფის მახლობელი საული იყო პირველი მეფე იცი თქვენ და შემდგომში იგი განუდგა ღმერთს, რის გამოც მან დაკარგა მეფობის მადლი და მეფე ცხებული იქნა დავითი. და რა თქმა უნდა, ეხა იმის რაღაც გარკვეული მტრობა იყო იმის მომხრეების მხრიდან და დაუწყო ლანძღვა დავით მეფეს, მეფსალმუნეს და ნახეთ როგორ იქცევა დავით მეფსალმუნე. მისი მხედართმთავარი ეუბნება რომ ეხა ამასო თავს მოუჭრიო, გადავალო და რას ბედავსო ესაო. და დავით ეუბნება რომ დაანებეო თავი, ვინ იცისო ღმერთმაო, მეო გამომიგზავნაო ეგაო და მაგითო ჩემ ცოდვებს მომიტევებსო. ამიტომ ახლა რისი თქვა მინდა ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე რომ ჩვენ ხანდახან ისიც ვერ გაგვიგია რა გვაქვს მოსათმენი და რა არა. და ესეც საკმაოდ ისეთი საკითხია, გამოსარკვევი ვარ თამაშიც, იმიტომ რომ რა არის მოსათმენი და რა არა, აი ამ საკითხში. და თუ გინდათ გამორკვევა, უბრალოდ ძალიან მარტივად შევხედოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა თვითონ გვეტყვის ამას, რა უნდა მოვითმინოთ და ვისგან რა უნდა მოვითმინოთ. და დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო ამის შესახებ. ქრისტიანული ცხოვრება და ქრისტიანობა მარტო არ ნიშნავს იმას, რომ მე ვამბობ, რომ მე ვარ ქრისტიანი. ქრისტიანობა ნიშნავს იმას, რომ შენ მიდიხარ იმ გზით, რა გზითაც ვიდოდა ქრისტე. ქრისტე კი რა გზით ვიდოდა. ყველაზე უმძიმესი იყო მისთვის გოლგოთის გზა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ როგორ ლოცულობს უფალი გეცამანის ბაღში, უფალო ამაშორე სასმისი, ოღონდ არა როგორც შემინება იქნება, არამედ როგორც შეინება იქნება. ამიტომ ჩვენ ბოლო დროის ქრისტიანებმა ყველაზე მეტად ალბათ რითიც სათნო ვეყოფით ღმერთს, ეს არის ის, რომ ქეთს მოვიხრით მისი უზენაესი განგებულების წინაშე და რასაც დაუშვებს უფალი ჩვენზე, რაც მოსათმენია, იმას მოვითმენ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს სამი ღვთაებრივი საუნჯე, ეს არის ენა, მამული და სარწმუნება, როცა ამ ფასეულობებს შეეხება, აქ არც არაფერია მოსათმენი, აქ პირდაპირ მოსათმენი კი არა, პირდაპირ უნდა დავიცვა ჩვენ, რითიც უფალი რა ძალასაც უფალი მოგცემს და ესეც ერთგვარი დაშვება არის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ერთგვარი ქრისტიანობა არის აი ამ ფასეულობების დაცვა. ასევე დღევანდელ სამოციქულოში პავლე მოციქული შეგვახსენებს თუ რომელი მსხვერპლი არის ღვთისთვის სათნო. ეს არის ის, რომ ჩვენ შევსირავთ აი ესეთ მსხვერპლს ნაყოფსა ბაგეთასა და აღსარებასა გულისასა. ესე იგი ჩვენ გულში გვიყვარს ქრისტე, ვაღიარებთ ქრისტე და ნაყოფსა ბაგეთას, ანუ პირით ვადიდებთ, ბაგით ვადიდებთ უფალს და დანარჩენის გითხარით ჩვენი ცხოვრების ყოველი
ყოველი მხარე უნდა მოიცავდეს ამას და ყოველი მხრივ უნდა ვადიდებდეთ ჩვენ უფალს. განსაკუთრებულად შეგვახსენებს დღევანდელი 60 ქულო კეთილის საქმის შესახებ და ზიარების შესახებ. რამე თუ ესევით არის მსხვერპლი სათნო არიან მრთისა, ამბობს პავლე მოციქული. შევეცადოთ ვიცხოვროთ სიკეთით, ესე იგი ხშირად ვეზიაროთ ხოლმე და რასაც უფალი დაუშვებ ჩვენზე, აი ამას მიაქციეთ ყურადღება დღევანდელი ჩვენი სიტყვიდან. ეს მინდა რომ ამაზე მინდა ყურადღება გაამახვილოთ, რომ ის რაც ხდება ჩვენს გარშემო, ყველაფერი არის ერთი ღერით მას არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან ღვთის დაშვების გარეშე. ამიტომ თუ ღმერთი რაღაცას უშვებს, ჩვენ შევეცადოთ რომ მოთმინებით მივიღოთ ეს ყველაფერი და მადლიერებით მივიღოთ ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ სახარების სიტყვებს, რომ რომელმან სრულიად დაითმინოს, იგი ცხონდეს. ძალიან ხშირია, როდესაც მრევლი მოდის და ესეთ რამეს ამბობს, რომ აი მამაო, იცი რა, ერთხელ მოუთმინე, ორჯერ მოუთმინე და მერე ვეღარ მოუთმინე. და მოხდა ის, რაც მოხდა. და აი მაგ დროს უნდა გავახსენოთ ჩვენ თავს რა წერია სახარებაში. სახარებაში არ წერია, რომ შენ თუ ერთხელ მოითმენ, ამით გაიმარჯვებ, ან თუ ორჯერ მოითმებ, ამით გაიმარჯვებ. სახარებაში წერია, რომელმან სრულიად დაითმინოს, იგი ცხონდეს. ამიტომ ღმერთმა შეგჭუროს აი ამ სათნოებით, ღმერთმა მოგმადლო ჩვენს ყველას აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გადამრჩენელი სათნოება არის, მოთმინება არის ჩვენი გადამრჩენელი. ნახეთ, ორი სიტყვა წერია, რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. უყურეთ, ხო რთულია ცხონება, ხო ვიცი ჩვენ რომ ძალიან რთულია და მაგრამ იცი თქვენ რომ წმინდა წერილი ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან ამარტივებს ცხონების საქმეს. ეს არის სიმდაბლე, მოთმინება, მორჩილება და სხვადასხვა სათნოებები, რომელიც ამარტივებს ცხონების საქმეს. ამიტომ ღმერთმა მოგმადლოთ ჩვენს სრულიად საქართველოს ფიცხი ხალხი ვართ, ქეთფიცხელი ხალხი ვართ ჩვენ და ეს ჩვენი გარკვეულწილად ჩვენი მინუსიც არის ესა. არ გვინდა ის რომ რასაც ღმერთი დაუშვებ ჩვენზე და მოგვივლენს მადლიერებით მივიღოთ, მოვითმინოთ, მაგრამ მოთმენა იმას არ ნიშნავს რომ დღედაღამ განკითხვაში იყო და დღედაღამ ცას და ქვეყანას ადანაშაულებდე და მარტო შენ თავს არ ადანაშაულებდე. ისიც რა რაც ხდება აი ამ ჩვენ ქვეყანაში და რაც მოგვდის, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი დავითაო. თითოეული ჩვენთაგანი ვართ მონაწილე აი ამ ყველაფრის. ამიტომ კეთილი ვინებოდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მოსათმენია მოვითმინოთ და ეს დაგვეხმარება ჩვენ ცხონების საქმეში. უფალი გაგვაძლიერებს, უფალი მოგცემს. შეიძლება თქვათ, რომ აი შეუძლებელია, ხანდახან ესე ჩანს, რომ შეუძლებელია ამ გადარეულ სამყაროში, როგორ უნდა იყო მშვიდი, როგორ უნდა იყო მოთმინე, როგორ უნდა იყო დაბალი, როგორ უნდა იყო სხვა ასე შემდგომ, როგორ უნდა იცხოვრო ამ სათნოებებით, მაგრამ თუ შენ იტყვი, რომ მე უძლური ვარ და უფალო შენ მომეცი მე ძალა, ხომ? უფალი აუცილებლად გამოავლენს შენში ძალას, ცხონების ძალას, ცხონებისთვის რა ძალების გჭირდება, აუცილებლად გამოავლენს და გვაცხოვნებს ჩვენ, ვითარცა სახიერარს და კასტმოყარე. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და მოგცეთ ძალები გადარჩენისთვის.